მე ვარ ფერმერი ახალგორიდან, კენკაძე, ავთო. 10 წელია ამ მეთხეობას მივდივთ. მანამდე ყავდათ ცხვარი. ცხვრის ფერმა მქონდა გაკეთებული, სხვასაც აქ ვაზამთრებდი, 1800-მდე სამყავდა ცხვარი, 1500, 1800 ყავდა. და რახან ახალგორი აი ესე დაიკეტა და აირია იქ ყველაფერი სიტუაცია, გადავწყვიტე თხების ფერმა გავკეთებინა. თორე მანამდე იქ დავდიოდით, შიგნითაც შევდიოდით, უხდიდით გადასახადს და რავი, მოიწადინეს რომ აღარ შემოვხვიდეთო და რავი, აჰა. ყოფილ მირიანის ფეფრენების ფაბრიკები იყო აქა. 20 წელია თითქმის აქა ვართ, შევისყიდეთ ეს ადგილი. და ვართ, ადრე ყავდა ცხვრის ფერმა ქონა გაკეთებული. მეთხეობისთვის კარგია, იმიტომ რომ არის ბუჩქოვანი ადგილებია, აი რასაც უყურებ ტერიტორიას. და ზაფხულობით კარგად გამოდიან, კარგად სუქდებიან, კარგად აითვისეს. ყავს სხვადასხვა ჯიშისები, მაგრამ ნაჯვარი გამოვიდა ძალიან კარგი. ზაანენისა და ქართულის ნაჯვრები გამოვიდნენ კარგები. არიან ბურის ნაჯვარი და ქართული უკეთესი სახორცეთ არის ძალიან კარგი. აი ემს ეძახიან ალპინურებს ეძახიან, ემაც ცოტა რაღაც ვერ გაქაჩეს აქ, იმიტომ რომ დიდი ჯიქანი აქვს და ამ ჯაგებში ვერ იმართება რა. ზაფხულში ცხვარი აქ ვერ ჩერდება, ეს არის ცხელი ადგილი. ცხვარს უნდა და ყავდა ცხვარი 1000, 1500, 1800-იც აყავდა ცხვარი. მაგრამ მე ადგილების პრობლემების გამო ვერ მივდიოდით. დუშეთისკე ვიქირავეთ, ხან ზევიტკე, ყაზბეგისკე დავდიოდით და იყო პრობლემები. იქ გადასახადი, აქ გადასახადი, მე გზავრობა და რავი, ავარჩიეთ თხების. თხები გაგვემრავლებინა და გავამრავლეთ. ყავს ახლა თითქმის 400 სულია. 400 ცოტა მეტი, ცოტა ცხრებიც აყავს. ეხლა ჩამოვლენ, შემორეკამენ კიდე, დაუძახე რომან ჩამორეკორ კიდე. დაირეკეთ, ზუღარაჩერი. მარტის 3-ში დაიწყება მოგება. ყავს ალბათ 300 ყავს მოსაგები. ცოტა მეტი შეიძლება 90% იგებს ტყუპებს ორცას. და დაჟე 3-იც მოუგია რამდენიმეს ყვაწლებში. არა ტყუპებს რო ვერავდით ეგეც ხო ის არის. მაგრამ ზოგი თხა ვერ გაზდის ტყუპებს, იმიტომ რომ ზოგი ახალგაზრდა იმდენი რძე არ აქვს და მებს ვერ ვაზდეინებთ. ოდიან ბიჭები ხან ვაძლევთ ვისაც როხები ყავს რამე ისინი ზდიან. 80% ტყუპები ორს იგებს. 80% ყველა ვარიანტში. ორნი ვართ ჯერჯერობითა და დოლის დროს კიდე უნდა დავამატოთ 3 კაცი კიდე დაგჭირდება. ერთი თვე არის ძალიან გასაჭირი რო იტყვიან. მე ვნახოთ რა იქ. ყოველდღიური ერთი და იგივე საქმეა თითქმის. ერთი და იგივე ყოველდღიური. დილის ადრე 6 საათზე იღვიძებენ. თავიანთი ჯერა ყავით იწყებენ, ჩვენი წრეებში ყავით. ყავას მოიდუღებენ, მერე საჭმელი გაამზადებენ წასასვლელსა და გახავთ მერე მინდორში. საღამოთიც იგივე ვარიანტია, მოდიან და საკვები და ყველაფერი აქ უზრუნველყოფილია ყველაფერი. ყოველდღიურად გადის, გინდა თოვლი იყოს, მაინც გადის. გარეთ ჯერჯერობით ერთი უნდა რახან მოგება არ არის. ჩვეულებრივად აკეთებენ თავის საქმეს და დოლის დროს გვინდა ხალხი. მოგების დროს. მოგების დროს გვინდა ხალხი, იქ მოგება, იქ მერე შიგნით მოწოვება, ეს ბატკანივით არ არის, ამას 3 დღე მაინც უნდა აწოვო ხელით. ცოტა სლაბია ციკანი. ციკანი ცოტა სლაბია. ყავს სხვადასხვა ჯიშისები ყავს, ხო გეუნები, აი ეხლა ჩამოვიყვანეთ, ჩარშან ვიყიდეთ კიდე ავღანეთიდან არის ჩამოყვანილი ერთი.
არ ვიცი წელს რა მაგის ნაფერიც იქნები გამოვლენ და როგორები იქნება ნახოთ აბა რა იქნება ავღანური მამალი ყავს და იმის ნაჯვარი არის კიდე იქნება ეხლა წელსა ჩავრეკოთ დაბლა რა ო აგაჩერდებია ძაღლები აუცილებელია აქ ძალიან ბევრი არის მგელი 7-8 ძაღლი ყავს ძალიან კარგები არიან ისეთი რომ შეიძლება მწყემსიც არ გახვეს და ძაღლები თვითონ მიდიან ზოგი წინ ზოგი უკან ძალიან მაგარი ჯიშის ძაღლები ყავს და თან მიჩეულები არიან ხებთან აი ღამეც კი შიგნით ახლოს წოდიან შიგნით გადაგა რაო აი ამას გადავუვით აი ეს მამლებია ეს ორნი ძალიან მაგრები არანებებენ ხეთ არც ერთ შემთხვევაში თავს არ გაანებებენ რაც არ უნდა მოხდეს ეს ორი და კიდე ის ლეკვები ყავს კიდე ის ახლა გავზარდეთ ის სამნი კარგები დაიც გადავუღოთ ახლა მოდი იმასა ჩიჩუ ჩოკო ჩიჩუ ბოტა გააჩერენი კაცინდანა თარ სხვას უფრო უნდა ლიდერობა ხებში სულ ყველა ლიდერია რო იტყვია ყველას ოღონდ გონი ამათ მეტი აქვს ხვართ შეიძლება ხვარი გააბუნო წავიდეს და უკან არ მოვიდეს თავი ხოდით ესენი მოვლენ მაინც ბინაში ზამთარში მაინც და მაინც ყოველდღე დადიან გარეთ იშვიათია შემთხვევა რომ აი ის ძალიან იშვიათი რომ დაიკეტოს მაგალითად ერთი დღე მაქსიმუმ არც არა ყოფილა ჯერ არა ყოფილა არ გვახსოვს მაინც უნდა გავიდნენ გარეთ ურჩევნიათ მან და ზაფხულში რო დაცხება 10 რას უკეთებ პიროტექსი დავცრით ნაბარევი რო არ შეხვდეთ ციერცხლება რო არ შეხვდეთ ორჯერ რო აცრავ თლიანი წელი თელი გაზაფხული აღარ ახდებათ ნაბარევითო მოჭ მერე გაბანა ხდება უნდა გავბანო აბაზანა გვაქვს სპეციალური იქ თამაში ვაბანაებთ რომ ტილით კი პირ 4 ტონა წყალს გავხსნით წამალში ხო და გაიბანება და თვითონ ისაცაშველის ნაბარევს იკავებს ის კი აღარ ახდება ზაფხულში 1-4 ჯერ მაინც 5 ჯერ უნდა ნაბარევს 5 ჯერ მაინც უნდა გაიბანოს წამალში დაავადებები ის ყოველ გაზაფხულ და შემოდგომით უნდა დავამუშაოთ ჭიაზე ნაწლავის ჭიაზე დავამუშავებთ გაბანით ორჯერ ავბანთ გაზაფხულითა და შემოდგომითა და თხებსაც ვალეინებთ ორჯერ წამას ჭიისა ჭიაზე უნდა დავამუშავოთ ძირითადად დანარჩენი არის ნემსის სახითაც დანარჩენი ამათ დაავადება ისეთი არაფერი არ აქვს დაავადება ეს არის საღი ჯამთელი საქონელია და ეს კი საღი ნათქვამია რომ თხის რძეო დედის ძესთან ასოცირდებაო ეგ რავი ყველა მასე იცის და ძალიან მოთხოვნა კია მაგრამ ვერ ავწვევით რა ჩიჩუ არ არის მუშახელი არ არის ჩიჩუ აბა ქალბატონები აქ არ დასაქმდებიან ეზარებას ყველას ჩიჩუ ვეთი თორეს რომ მოიწოლოს განაცოტა რძე იქნებოდა დასაკლავიც იქნები რაც უკვე გაიზრდება რეალიზაციაში ყოველ დღე 5, 6, 7 იკვლება და მიდის და ეგ არის ძირითადი შემოსავალი და წყემსაც მაგისი ვისტუმრებთ გაბანაც მაგითი ხდება წამალიც მაგითი ხდება და кейფიც მაგითი ხდება მოთხოვნა არის მაგრამ ვერ ავწევით მუშახელი არ არის თორე როგორ არ არის მოთხოვნა ამაზე საღი პროდუქტი არ არის ბავშვებისთვის მეაქვთ აი ექიმი უწერავს ხშირად მოდიან იმუნიტეტი რომ ვისაც დაბალი აქვს იმუნიტეტი ბავშვებს სხვა რომ მალე ცივდებიან რამე აი ამათი რძე მეაქვთ სოქსა ერთი თვე რო აჭამონ ამისზე იმუნიტეტს უმუშავებს ისეცა რომ ძალიან მაგარს თვითონ მშობლები მადლობას ხომ მეტყვია რომ შენ გადაარჩენ და იმაზეა კიდე დიდი მოთხოვნა ქონზე რამბო იმდენი მოთხოვნაა რომ ვაფშე ვერ ავდივართ რა ეხლა ჩვენ თხის ქონზე არ გამიყიდე ეხლა ქონს არ ავყიდი მაგრამ რო ვაკეთებ ჩუქნი ხარს მეაქვთ აბა მა ეხლა იმას ხوار გამოვარჩა რაში იყენებენ ფილტვების პირველი წამალია ფილტვების რა ქვია იმა ყივანა ყველას ვეძახიან ბავშვებში რძესთან ერთად ქონს უშრებიან კაკაოსთან ერთად რომ ადვილი დასალევი იყოს და ალბათ 5 ჯერ 6 ჯერ დამთავრებულია ბავშვს აღარ დაახველებს ეხლა თურმე გამოჩნდა ამის მაგალითად რძის კლიენტი შეგვიძლია რომ მოუწელოთ და ჩავაბაროთ ძირითადად ხორცზე მუშაობთ ეხლა
ციკან რო გახდება 12, 13, 14 კილო სუფთახორცს გეუნები, რუავლეთ, მე ვყიდით. მე მაინც თვენახევარი კუნა იწველოს თხამა. და იმ პერიოდში წელით ყველსაც ვაკეთებთ ხოლმე. 2 თვენახევარში 3 თვეში უკვე ვიწყებთ რეალიზაციას. შაშან ვყიდით 25 ლარში, ხალხი მადლობელი იყო. თან ჯიგარს ეგრე არ უწონით ვატანდით. ყველა მირეკავდა, ვინც იქეიფებდნენ და ბიჭო ეს რა გაგვატანეთ, ყველა მადლობელი იყო. ჩვენც გიხარია რომ შევრეკოთ იქით არა? წავიყვანოთ მაშინ და ნიკა შევრეკოთ იქით. ეხლა დალებენ წყალს დაბლა. სპეციალური საგვაქვს, აი ესეთი კალოდეცები გვაქვს, ხო და დალებენ წყალსა და ისევ წამოვა მაღლა. რო დაღამდება. საათი არ არის აქ. რომ დავუშვათ 6-ზე მორეკონ 5-ზე. დაღამდება და მორეკავენ დააბინავებენ. მე თავიანთ თავს მიხედავენ და ალპენური ჯიშებიც აყავდა მამლები და ხო წეღანას გითხრა ნაჯვარი გამოდის ძალიან კარგი. მთლიანად სუფთა სისხლისები მაინც და მაინც ვერ ეგუებიან აქაულ სიტუაციას და ნაჯვარი გამოდის ძალიან კარგები არიან ნაჯვრები აი ეს წითელები რაც არიან ესენი ალპინური ჯიშს აყავდა სუფთა სისხლისა და იმის შვილები არიან ესენი. იგე მოდი ახლო აგრე ის აი წითლები რომ აი წითელი აი უყურე აი ეს წითელი ფერები რაც არიან ხოსები ესენი არიან ალპინურებისა ნაჯვარი ეს თეთრები არიან ზაანენის ჯიშები ყავდა ადრე მამლები და იქიდან წამოვიდნენ ესენი და ეხლა ეს ჯიში რას იზავს ეს მამალი არ ვიცი. აი ესენი ნაღდი ქართული ჯიშები აი თეთრი აი ძველი მამაპაპური ჯიში არა უნდა გაუშვა აღარ უნდა შიგნით აი ეს არის აღარ უნდა ნიკა ეს არის ავღანური ჯიში აი ეხლა გზელყურება ჩიჩუ მოდი აჰა აი ეს აი და ეხლა ამის ნაჯვარები რაც ჩამოვლენ წელს პირველად შევიდა ეს ამის ნაჯვარი რა იქნება არ ვიცით რქები აი ჯიშია ეგეთი რქები არა აქვს მაგრამ ესეთი ჯიშებიც არიან რომ რქებიც აქვს სხვა ჯიშსა მაგრამ რავი დიდ ყურება რა პროტია არ ვიცი დედათხები არიან ეხ ბებრებიდან ამი აღარ აყავს შემოდგომით მოაშვედეთ ის თუ რამე იყო ეხლა ყავს ალბათ 6 წლისების უმაკ 7 წელს შეიძლება 15 წლამდე ძლებს ცოცხლობს სხვაზე მეტად ესაც ცოცხლობს და პროდუქტიული რამდენი ხანი? პროდუქტიული 10-12 წელი შეუძლები კარგად მუშაობს. 12-13 წელი სტაჟი კარგად მუშაობს თხა. ის ხო მოგება შეუძლია რძეც? კი. და მე უკვე რომ დაბერდება, მე არის ახორცეთ რომ უნდა გაასუქო და მე შეიძლება გაყიდონ. არიან მაგის კლიენტებიც არიან, მოდიან რომ გვეუბნებიან, მოყვიდე ბებერი თხები. შრომა არ უნდათ ხალხს. პირველ რიგში რაც არის. შრომა არავის აღარ უნდა. ყველა ძალობითა და რავი, ეს ძალაც სადამდე მიხვება ადამიანს. ეგ არის. სამუშაო და რო უთხრა რომ წავოდი მოვეხმარე მოგცემ დღეში 80 ლარს გადაგიხდი იყავი ჩვენთან არ უნდა. არ არის ხალხი. ფიზიკურად არ არის ხალხი. რა ვიცი. ესეთი შრომატევადი საქმიანობა და ყველას ეზარება რა. ამას თვალი არ მოსილდება 24 საათი, დღეს და ღამეც. კი. ჩვენი სირთულე შემოკარგო აქ არის წყლის პრობლემა გვაქვს ერთი. წყლის პრობლემა, სხვა არაფერი აქ სირთულე არ არის. დანარჩენი შრომა და მუშაობა ყოველდღიური არ გვაკლია. წყლის პრობლემა არის აქედან დასალევი წყალი ხელით მოგვაქვს, მანქანებით მოგვაქვს და ეს თხები კიდე იქ არის პატარა წყალი, კაროდი გავაკეთეთ იქ ასვავენ. აი გაბანვა ეხა ხდება. გაბანვა აბაზანა იქ ხდება. გაბანვა რა პროცესი არის? გაბანვა წამაში ვატარებთ. გაბანა ქვია წამაში ვატარებთ. არის სპეციალური წამალი, იხსნება პარაზიტი ორტონაში, ტკიპებია, ტკიპები, მინდორში ტკიპა და ადის ისამს და ქეცი თუ რამე არის, ყველაფერსას პოვს. ყველაფერსას პოვს. ტკიპი დანახდება, დავადება ეს ნაბარების რო ვეძახით. ციებცხელება. ტკიპი აჩეს ამას და ის ტკიპი როცა არ აყავს, ნაბარებიც აღარ შეხდება. მატებაც არ აქვს, ის თუ გაჩინა თუ გაუჩნდა სისხლს აწოვს და მატება აღარ აქვს. სისხლის საქმის და მატება აღარ არის, წინ არ მოდის. თუ ის არ მოაცილე, ჩათვალე რომ ყველა ვარიანტი უნდა მოაცილო. შრომა შენი ფუჭით ჩაივლის. არ მოიმატებს საქონლე.
თხებით ალბათ 10 წელი მაინც იქნება. და ისე მეტი. ხო, 10 წელი. ხო, მეტი. რაც თხები ყავს და სხვარი კიდე რავი პაპიდან და პაპა ჩემის კიდე მამიდან მოდის სხვარი სუყავდა. გიგია პაპა. სხვარი სუყავდა. იქ სუყალას ყავდა ახალგორში სხვარი ჩვენთან. ვინც ფიქრობს თხების გამრავლებას მოვიდნენ და უფრო კარგ აუხსნით ჩემთან მოვიდნენ. ჩემზე მეტი გამოცდილება არავის არ აქვს მიღებული, რაც მე მაქვს მიღებული. სულ ზეპირად ვიცის რა. მე როგორც სადროდის რა ვფიქრობ, უნდა. ამ საქმის მსურველი არავინ არ არის. გამორიცხულია. ჩემი რჩევა იქნება ჯიში უცხო შემოყვანილი აი რო იძახე რომ იწველიან 5 ლიტრას 6 ლიტრად ისინი აქ არ გამოდგებიან თუ მინდორში ატარებს და თუ ადგილობრივი იმათ ბაგური უნდა ბაგურიკებით აჭმევს გამოდგებიან და მინდორში ისინი არ გამოდგებიან არც ერთ შემთხვევაში მე მყავდა ისინი სადეს ყველანაირ ჯიში ვცადე მაგრამ არ გამოდგენ ყველაზე მაგარი არის ნაჯვარი ქართულზე ის შემოყვანილი ჯიში ქართულზე ნაჯვარი. გამოდიან ძალიან მაგრები, კლიმატიზაცია შეჩეულები არიან და ძალიან კარგები გამოდიან. მაგრამ ხორცად. ქართულ ჯის არც ერთი არ შეიძლება. არ შეჯობია. ხორცად, როგორც ასეთი, ქართული ჯიში არის უგემრიელესი. არის ახლა აი წეღან გითხარი წითელი ფერის ჯიშები რო არიან ალპენ ბრაუნს რო ეძახიან. მაგის ხორცი ვაფშე არ შეიძლება. სუფთა მაგის ხორცი სპეციფიკური სუნი აქვს ვერ შეჭამ. რძეს მეც სიწველის. ნაჯვარი კარი გამოდის. ნაჯვარი აი ეს ბურებს ვეძახით, ყელი აქვს წითლები, ბურის ჯიშის და აი ეგენი დიდებიც იზრდებიან, სახორცე ჯიშია ეს საერთოდ. აი ჩვენი ბოტა მაგალითად თუ გახდება 3 წლისა დაუშვათ 35-40 კილომდე არა, ისახდება 60-70 კილო. სუფთა ხორცი. კი. ის ბურები. ეხლა მე გამოცდილება მაგდენი ბაგურის არა მაქვს, მაგრამ მაშინ ის ჯიში უნდა ყავდეს. რძეზე ამუშავო, მაშინა რომ ხარჯები დაფარო. რძეზე უნდა ამუშავოს. ეხლა არის იმ დღეს დამირეკა ერთმა, რომ რძეო რამდენში ყიდი შედავდა. მე ვთხარი შე რამდენში ყიდი მეთქი და მე 10 ლარში ვყიდიო. ლიტრ რძესაო. აბა ჩვენ 10 ლარშია ვაფშე არც გაგვიყიდია. გეუბნები ერთი მოვიდა მითხრა რომ მომამარაგე ძითაო და კრუგლი წელიო ვიმუშავებდა ესენი კრუგლი წელი არ იწელიან კრუგლი წელი თვენახევარი 2 თვე მოვწელო ციკანის ხო უნდა გაზარდოს 3 თვე ციკანი უნდა გაზარდოს და გავყიდო მე გაყიდვის მერე რომ მოვწელო თვენახევარი გავწელო 2 თვე შეიძლება всё 1 კილო ყველი რო ამოვიდეს 9 ლიტრი 8-9 ლიტრა კი გააჩნია პერიოდი შეიძლება 10 წა დასჭირდეს. მაგრამ ცხრისას 3 litrიდან ამოდის 1 კილო. 3 ლიტრი ნახევრიდან ამოდის ცხრისა და ეს ამოდის 10 litrიდან. ძროხის რძეზე კიდე ნაკლები ცხიმიანობა აქვს. ოღონდ სხვანაირი ცხიმი აქვს ამას. თეთრი ცხიმი აქვს და ხო ძროხისა არის ყვითელი. ყვითელი. ამას მერე ამის ყველი. ყველი არის ვიცი რომ 25 ლარში იყიდება 30 ლარშიც იყიდება აქ საქართველოში. აი ეს დავადებული ჭლექივისაც აქვს. არის იმისთვის არის უებარი წამალი კიდე. ყიდულობენ ისინი ახლა 1 ლიტრაზე მიცემს 10 რა თქმა უნდა. ბავშვისთვის ვისაც უნდა იმაზე ხო ფულს არ დაინანებს. ბავშვისთვის ვისაც უნდა ვისაც იმუნიტეტი აქვს ძალიან დაბალი აი ერთ თვეში მადლობას მეუბნებიან რამდენჯერ ბევრს მივეცი რძე და ერთვის მერე მოვიდნენ და შეგადაარჩინე ბავშვი არაფერი აღარ ხდებაო არც გრიპიო არც არაფერი საერთოდ